გადახდების სფეროში დავის განხილვის სწრაფი, ეფექტური და უფასო მექანიზმი საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განხილველი კომისიის ანგარიშზე, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა და რომლის მიზანსაც საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მისი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა და ციფრული გადახდების მიმართ მომხმარებლების ნდობის გამტკიცება წარმოადგენს ჯამში 100-ზე მეტი განხილული საჩივარი და მომხმარებლებისთვის ანაზღაურებადი 300,000 ლარზე მეტია. რა შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ დავების განხილველ კომისიას და როგორია თქვენი მომხმარებლის უფლებების დაცვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობის სპეციფიკა დეტალებს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განხილველი კომისიის თავმჯდომარე ნინო ქურიძისგან შევიტყობთ. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მოგესალმებით მაყურებელს, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ქალბატონო ნინო, იმიტომ რომ დავების განხილველი კომისიის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის მათი უფლებების დაცვის ნაწილში არის შედარებით ახალი, მივაწოდოთ პირველ რიგში ინფორმაცია მათ თუ როგორია კომისიის საქმიანობის სპეციფიკა, თუ რა მანდატი აქვს მას და როგორ შეუძლია მომხმარებელს რა შემთხვევაში მიმართონ თავიანთი უფლებების დაცვისთვის. კი ბატონო. როგორც უკვე აღნიშნეთ, დავების განხილველი კომისია, რომელიც არსებობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან, არის დამოუკიდებელი ორგანო და მისი მთავარი დანიშნულება, მისი მისია არის მომხმარებლის უფლებების დაცვა საგადახდო მომსახურების სფეროში. ამას მაინც ხაზს უსვავ იმდენად, რამდენადაც კომისია ღებულობს სარჩელებს, საჩივრებს, რომელიც დაკავშირებული არის უშუალოდ საგადახდო მომსახურებასთან. კომისია უკვე 1 წელია არსებობს, 23 წლის 1 დეკემბერს დაიწყო საქმიანობა, როგორც აღნიშნეთ, 100-ზე მეტი საჩივარი არის განხილული, ანაზღაურებული არის 301,600 ლარი და დალოდების პროცესშია 30,000 ლარი, იმდენად რამდენადაც მხარეებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ აღნიშნული მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად დღესდღეობით აქტიურ ფაზაში არის 25 საჩივარი, რომელიც განხილვის პროცესში არის. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ სტატისტიკაზე ნაწილობრივ და ასევე ვახსენეთ ანაზღაურებული თანხა მომხმარებლებისთვის, რაც რეალურად არის სურათი იმისა, რომ საჩივრების დიდი ნაწილი სწორედ მომხმარებლების სასარგებლოდ წყდება. საინტერესოა, როგორია მეორე მხარის პოზიცია, ანუ დაკისრებული ასანაზღაურებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში, რამდენად პასუხისმგებლიანები არიან ბანკები. კი ბატონო, როგორც აღნიშნეთ, 300,000 ეს არის შემოსული საჩივრების 85%, რომელიც არის გასაჩივრებული. ბუნებრივია 100% არ წყდება გადაწყვეტილება, არ მიიღება სასარგებლოდ, მომჩივანის სასარგებლოდ, მაგრამ უმეტესი ნაწილი მათ სასარგებლოდ ხდება. ბანკები დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, მინდა გითხრათ ამ საკითხს, იმდენად რამდენადაც საჩივრის წარდგენის მერე და უკვე წარმოებაში მიღების მერე იწყება დეტალური საქმის შესწავლა ბანკებთან კომუნიკაციის გზით. ბანკები არიან ძალიან პასუხისმგებლიანი, ოპერატიულად პასუხობენ და უკვე დაიხვეწა ჩვენი თანამშრომლობა. და მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის მანძილზე 12-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც ბანკები თავად, სანამ დასრულდება დავის პროცესი, უნაზღაურებენ მომხმარებლებს აღნიშნულ თანხებს. და ეს არის საკმაოდ სოლიდური თანხა, 88,000 ლარი ბანკებმა თავისი ინიციატივით აუნაზღაურეს. ესეც ვთვლით, რომ ჩვენი კომისიის მუშაობის ერთ-ერთი დადებითი მხარეა. ქალბატონო, ძალიან ნაყოფიერია კომისიის მუშაობა მიუხედავად არსებობის მცირე დროისა. მომხმარებლების აქტიურობით არის რეალურად ეს გამოწვეული, ხომ ასეა მომართვიანობა არის საკმაოდ დიდი. მინდა გკითხოთ მომხმარებლების ცნობიერების დონეზე, რამდენად არის გაზრდილი ჩვენს ქვეყანაში. ვინაიდან კი არა, სიტუაცია არის ისეთი, რომ კომისია მუშაობს თავისი წესდების ფარგლებში და შესაბამისად ამ წესდებით და კანონმდებლობის მიხედვით ბანკებს ევალებათ, რომ თავის პასუხებში მომხმარებლების მიმართ უნდა მიუთითონ უარის თქმის შემთხვევაში შესაძლებლობა კომისიისთვის მიმართვის შესახებ. და ეს სრულდება, მინდა გითხრათ და აქედან გამომდინარე, ფაქტიურად გამოდის, რომ ყოველ უარზე, რომელიც მიღებული
გადასახადებული არის მომხმარებლის მიერ ბანკისგან, ისინი შემდგომ კითხულობენ რა ეცნობიან რა ამ ინფორმაციას, ისინი მერე გვიკავშირდებიან დავების განხილველ კომისიას. აქედან გამომდინარე, ამ ერთი წლის მანძილზე, კვირაში 2-3 საჩივარი მაინც შემოდის. შესაბამისად, ცნობადობა იზრდება. რა სახით უნდა წარმოადგინოს მომხმარებელმა საჩივარი დავების განხილველ კომისიაში? ეს ხდება ელექტრონულად თუ ფიზიკური კონტაქტით და ასევე საინტერესოა ვადები თუ არის დედლაინები გაწერილი. კი ბატონო, თავარი და ერთადერთი დედლაინი არის ის, რომ პირველ რიგში, როდესაც არსებობს საჩივარი, მომხმარებელმა უნდა მიმართოს ბანკს ან სერვის პროვაიდერს, რომელმაც უნდა მისცეს მას უარყოფითი პასუხი მის საჩივარზე. აი ამ პასუხით ბანკთან დაკავშირებიდან 6 თვის მანძილზე აქვს მას უფლება დაუკავშირდეს დავების განხილველ კომისიას. ეს არის ერთი ვადიანობის, ასე ვთქვათ, განსაზღვრელი ფაქტორი. მეორე ფაქტორი არის ის, რომ საჩივარი აუცილებლად უნდა ეხებოდეს საგადახდო მომსახურებას, ესეც მნიშვნელოვანია და მესამე არის შესავსები რაღაც კონკრეტული ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის საიტის სპეციალურ განყოფილებაში, შეიძლება მატერიალური ფორმით, შეიძლება ელექტრონული ფორმით მისი გამოგზავნა და შესაბამისად ეს არის ყველა ის პროცედურა, რაც საჭირო არის სარჩელის მარტივია ეს პროცედურა, თუ სურვილი აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი არის სრულიად უფასო, არანაირი ანაზღაურება ამაზე არ ექვემდებარება ანაზღაურებას და დავების განხილველ კომისიას აქვს მხარდაჭერის აპარატი, რომელიც მუშაობს ეროვნულ ბანკში და რომლებიც არიან მზად კი არა, მათი ძირითადი ფუნქცია არის მომხმარებლისთვის ნებისმიერი სახის კონსულტაციის გაცემა, კითხვებზე პასუხი, დამატებითი ინფორმაციის მოწოდება, აქედან გამომდინარე ისინი ამით ისარგებლობენ. ქალბატონო ნინო, კიდევ ერთი დეტალი დავაზუსტოთ. საინტერესოა, თუ შეუძლია მომხმარებელს მოგმართონ დავების განხილველ კომისიას იმ შემთხვევაში, თუ საქმე სასამართლო ან საარბიტრაჟო წარმოებაშია. ხო, ეს სამწუხაროდ არის შეზღუდვა. თუ სასამართლოში არის საქმე, ასეთ სარჩელს დავების განხილველი კომისია არღებულობს ასევე არბიტრაჟში ან უკვე გადაწყვეტილება მიღებულ საქმეებს. ანუ პირველი ასე ვთქვათ, პირობა არის ის, რომ ბანკმა ან სერვის პროვაიდერმა უნდა უთხრას პასუხი. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა კი არა დათქმა, რომ დავების განხილველი კომისია იხილავს საჩივრებს, რომელიც არის 50,000-ის ფარგლებში ან შესაბამის ეკვივალენტ ვალუტაში. შესაბამისად ეს თანხობრივადაც შეზღუდულია. თუ ამაზე დიდი სარჩელი არის, სარჩელი უფრო დიდ თანხაზეა, მაშინ მოუწევს მომხმარებელს, რომ მიმართოს სასამართლოს. საინტერესოა, სად შეიძლება თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუ არის ეს შესაძლებელი? ბუნებრივია, ყველა გადაწყვეტილებაში არის, ასე ვთქვათ, თანხმობა ტრაფარეტად, რომ ეს აღნიშნული გასაჩივრება გადაწყვეტილება ექვემდებარება 1 თვის მანძილზე გასაჩივრებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრებული იყოს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნებისმიერი მხარის მიერ. კი ბატონო და დავების განხილველი კომისიის შექმნის ერთ-ერთი მიზანი ეს იყო საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება. ამითი არის განპირობებული, კი ბატონო. სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიმართულებით და ასევე საინტერესოა განვითარების გეგმები თუ გააჩნია თქვენს კომისიას. კომისიის საერთაშორისო პრაქტიკა მსოფლიოში ძალიან აპრობირებული არის, ეს ეგრეთ წოდებული დავების საბჭო dispute resolution, რომელიც არსებობს, ეს არის ძალიან ისეთი პოპულარული და კარგად განვითარებული სფერო. რაც შეეხება გეგმებს, როგორც აღვნიშნე, საგადახდო დავალებებს განიხილავს, მომავალში არის პერსპექტივაში, რომ შეიძლება თქვათ სხვა საგადახდო, სხვა მომსახურებით, მაგალითად არასწორად გაცემული კრედიტები, ან რაღაც არასწორად გაკეთებული რაღაც სესხები, ფორმულირებული შეიძლება ესეც კომისიის აქტიურობის სფერო გახდეს. და საინტერესოა ამ ეტაპისთვის ძირითადად მომართვიანობა რა საკითხებს ეხება? ძირითადი მომართვიანობა ეხება არასანქცირებულ ტრანზაქციებს. ანუ, როდესაც რაღაცა სხვადასხვა მეთოდით
ხდება საბარათე მონაცემების გაჟონვა ან არამართებულად, არასანქცირებულად წარმოებული დისტანციურ ციფრულ არხებში განხორციელებული არასწორი გადარიცხვები. ეს არის რაღაცა თაღლითურ სქემების მსხვერპლი რო ხდება უნებლიეთ მომხმარებელი, აი ძირითადი მომართვიანობა ეხება ასეთ საკითხებს. და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ, რა ინტენსივობით იკრიბება დავების განხილველი კომისიის საბჭო საინტერესოა, ეს საინტერესოა ალბათ მომხმარებლისთვის იმ ნაწილშიც, რომ ანუ რამდენად სწრაფად მოხდება მათთვის პასუხისგაცემა. როგორც უკვე აღვნიშნე, დავების მხარდაჭერის აპარატი მუშაობს ყოველდღე და ბუნებრივია იხილავს ყველა ამ საკითხს და ამსადებს ტექნიკურ ნაწილს ამ მთელი განხილვისა. თვითონ საბჭო იკრიბება კვირაში 2-დან 4 ჯერ იმის და საჭიროების და მიხედვით, როდესაც არის დავების განხილვის საჭიროება. ამის გარდა პარალელურად ხდება, ვინაიდან ეს არის ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, სფერო, შესაბამისად და დენადობა მაღლია, აქედან გამომდინარე, აი ეს სამი თვე, რომელიც არის რეგლამენტით გაწერილი აი ამ დავების განხილვისა, მოგვიწოდებს იმისკენ, მიგვითითებს, რომ უნდა ინტენსიურად ვიმუშაოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუშაობა ინტენსიურია და 90 დღეში, რომელიც დათქმულია წესის და მიხედვით, ჩვეულებისამებრ უფრო ადრეც ხდება დავების გადაწყვეტა. და ბოლოს შეფასება მინდა გთხოვოთ, მსგავსი დავების განხილველი კომისიის არსებობა საფინანსო საბანკო სექტორის რეპუტაციისთვის რამდენად დიდი რამ არის ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი რამ, ჩვენი აზრით, იმდენად რამდენადაც ხომ მხოლოდ 1 წელია ვმუშაობ და ვხედავთ როგორი კმაყოფილებაა და როგორი არის მომხმარებლების პასუხები მათ მიერ, მინდა გითხრათ დავიდან ნდობა დიდად ისეთ ცოტა სკეპტიკურად უდგებოდნენ, მაგრამ ეხლა როდესაც დავები წყდება ძირითადად მათ სასარგებლოდ, იმდენად დიდი არის პასუხისმგებლობა, რომ ეს რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის რეპუტაციაზე მხოლოდ დადებითად მოქმედებს და მომხმარებლის უფლებათა დაცვის ყველანაირ სფეროზე. და ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, როდესაც აქ უკვე კონკრეტულად დავების განხილველი კომისია კონკრეტულად ფინანსურად ეხმარება კი არა უნაზღაურებს ამ საჩივრებს, რასაც ვერ აკეთებს დავების უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ვინაიდან ისინი მარეგულირებელ ფუნქციას ატარებენ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ამომწურავი ინფორმაციისთვის. კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს, რომ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით შეუძლიათ გადაიკავშიროს. ტელეფონი არის მაინც აღვნიშნა 2-406-323, ეს არის აპარატის ტელეფონი, რომელზედაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დარეკოს და მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ვებგვერდზე შეუძლიათ რომ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და ფორმაც. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ფინანსური სექტორის ფარგლებში დავების განხილველი კომისიის თავმჯდომარე ნინო ქურიძე საუბრობდა ჩვენს ეთერში.